UFC წლის საუკეთესო მებრძოლად ალექს პერეირა დაასახელა. სხვათა შორის მეორე ადგილზე გავიდა ჩვენი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია. ბევრი იკითხავს, რატომ არ არის პირველ ადგილზე ჩვენი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია. მას ხომ საერთოდ წაგებაც არ აქვს. პერეირას კიდევ ერთი წაგება აქვს UFC-ში. დიახ, ეს ეგრეა, მაგრამ პერეირამ 11 თვის განმავლობაში 4 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც მოიპოვა 93 კილოგრამში ტიტული და 3ჯერ დაიცვა. წინა წელს კიდევ 83 კილოგრამ კატეგორიაში მოიპოვა ტიტული. სანამ პერეირას ყველა ჩხუბს განვიხილავ UFC-ში, მინდა მოგიყვეთ მისი ძალიან საინტერესო ისტორია. ალექს პერეირა დაიბადა 1987 წელს ბრაზილიაში, სან-პაულოს უღარიბეს დასახლებაში. მაგ პერიოდში, სადაც იზრდებოდა პერეირა, სრული განუკითხაობა იყო. ნარკომანია ძვინვარებდა სან-პაულოს ქუჩებში. არ გავიდოდა დღე ისე, რომ არავინ არ დაეცხრილად დღისით და მზისით. 12 წლის მომავალი მსოფლიო ჩემპიონის წინ არჩევანი იდგა. დაენებებინა სკოლისთვის თავი, რომელიმე კრიმინალურ ჯგუფში გაწევრიანებულიყო, ან დაეწყო ფიზიკური შრომა. ძალიან საშიში და ცუდ ადგილას გავიზარდეთ. გარშემო ყველას უჭირდა. მოსახლეობა როგორც ჩვენ ხელნაკეთ ქოხებში ცხოვრობდა. ოჯახში 7 ბავშვი ვიყავით. დედა დიასახლისი იყო, მამა ქვის ცეხში მუშაობდა. მამა მთლიან ხელფას მარტო საჭმელში ხარჯავდა, შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით. სკოლაში მე და ჩემი ძმა სულ ერთმანეთის გვერდში ვიდექით, როგორც ეხლა ჩემი ორი ბიჭი ერთმანეთს არ ცილდებიან. ხშირად სკოლაში ჩხუბი გვიწევდა, მაგრამ მე არ მეშინოდა. ჩემი ძმა ყოველთვის მხარს მიმართავდა. 17 წლის ასაკში ჩემი ძმა ნარკოტიკების გამო დაიღუპა. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ ალექსმა საბურავების ხელოსნად დაიწყო მუშაობა და მძიმე გრაფიკიდან გამომდინარე მის გარშემო ყველა ალკოჰოლს მოიხმარდა. უკვე 13 წლის ალექსი გახდა ჩვეულებრივი სტაჟიანი ლოთი. დღე არ გავიდოდა, რომ მას არ დაელია 1 ლიტრი რომი და არ მიეყოლებინა ლუდი. ამის ფონზე მას ბევრი კონფლიქტი უწევდა ხოლმე, რომელიც ხელჩართული ბრძოლებით მთავრდებოდა. როგორც იხსენებს პერეირა, უკვე მაშინ ის ყველას ერეოდა და ბოლოს 21 წლის ასაკში მან კიკბოქსინგის ადგილობრივ სექციას მიაკითხა, სადაც ვარჯიშობდნენ სუფთა სისხლის ბრაზილიელები. ჩემმა პირველ მწვრთნელმა დამეხმარა ალკოჰოლის გადაგდებაში. ის ჩემს სტანზე რიტუალურ გამოსახულებებს ხატავდა და კითხულობდა წინაპრების ენაზე ლოცვებს. ეს უკვე დავიწყებული ძირძველი ბრაზილიელების ენა იყო, მეომრების ენა. არ ვიცი როგორ, მაგრამ მის მერე მე 1 წვეთი ალკოჰოლი აღარ დამილევია. იქ შემასწავლეს ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც ჩემი წინაპრები იყენებდნენ ჩვენი მიწების დამპყრობლების წინააღმდეგ. ამ საბრძოლო ხელოვნებას ერქვა იაგუარა. რა რჩევას მივცებდი ჩემს თავს 12 წლის ასაკში? არ დანებდე. ბევრი მარცხი გელოდება წინ. თავარი არ დანებდე. სწორედ მაშინ მისი ტომის წარმომადგენლებმა მას შეარქვეს პუატანი, რაც ნიშნავს ქვის ხელებს. პერეირას მართლაც ქვის ხელები ჰქონდა, განსაკუთრებულად მარცხენა ხუკი, რომლითაც მან უამრავი მებრძოლი დააძინა როგორც კიკბოქსინგში, ასევე MMA-ში. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ვიდეო, გეტყვით რომ პერეირამ პროფესიონალურ კიკბოქსინგში 40 ბრძოლიდან 33 მოიგო და თან ძირითადად ნოკაუტებით. MMA-ში უმაღლესი ლიგა UFC ითვლება, კიკბოქსინგში კი გლორი ითვლება უმაღლეს ლიგად. ხო და პერეირამ გლორიში ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ალექსმა ერთდროულად 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა და წლები იცავდა თავის ტიტულს. ამ გზაზე მან კიკბოქსინგში 2ჯერ ისრაელ ადესანიას მოუგო. ადესანია მსოფლიო ჩემპიონი იყო და სწორედ პერეირასთან მარცხის მერე გადავიდა UFC-ში და იქ მოიპოვა ტიტული. თუმცა ალექსმა იქაც მიაკითხა ადესანიას ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკლედ პერეირა კიკბოქსინგის ყველაზე პოპულარულ ფედერაციაში 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. წლები ტიტულს იცავდა და საუკეთესო მებრძოლის სტატუსის დაიმსახურა. ეხლა კი ვცლად ქრონოლოგიურად განვიხილოთ პერეირას მოღვაწეობა UFC-ში. 2021 წელს მსოფლიოს მრავალი გზის კიკბოქსინგის 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონის დებიუტი შედგა UFC-ს არენაზე. ბრაზილielis პირველი მოწინააღმდეგე გახდა ანდრეას მიხაილიდისი. მეორე რაუნდში მან ბერძენი ბრუტალურად გათიშა მუხლით და ეგრევე მიიქცია ყველას ყურადღება. კულისებში წავიდა საუბარი იმაზე, რომ როგორც იქნა გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისრაელ ადესანიას ჩამოართვას ტიტული. მაგრამ ამ რევანშამდე ქვის ხელება ბრაზილიას უნდა დაემსახურებინა ეს ბრძოლა და UFC მას წინ დაუყენა ბრაზილიელი ბრუნო სილვა. ამ ბრძოლაშიც პერეირამ გაიმარჯვა მსაჯების გადაწყვეტილებით და მზად იყო გაეგლიჯა ნებისმიერი მებრძოლი, რომელსაც UFC მას შემოუგდებდა გალიაში.
სხვათა შორის დანა ვაითის პატივისცემა პერეირამ მაშინვე მოიპოვა, რადგან არც ერთ ჩხუბზე ის უარს არ იძახდა და სულ რომ სამ თვეში 3 ბრძოლა დაენიშნა დანას ალექსისთვის, ის ყოველთვის მზად იყო. 2022 წელს პერეირას შემდეგი მოწინააღმდეგე იყო უმაგრესი მებრძოლი შონ სტრიკლენდი, რომელიც იმ მომენტისთვის 6 გამარჯვებით ზედიზედ მოდიოდა. მომავალში 2023 წელს შონი UFC-ის ჩემპიონი გახდება, სადაც მოუგებს სწორედ რომ ისრაელ ადესანიას, მაგრამ ჯერ მას ბრძოლა უწევდა კიკბოქსინგის ლეგენდასთან. პერეირამ პირველივე რაუნდში შონს თავისი ქვის მარცხენა ჰუკით ყვა მოაგლიჯა და სანამ ის დაეცემოდა ორჯერ კიდე მოასწროდა ტენა. მაყურებელი შოკში იყო. შონზე გამარჯვებით პერეირამ სატიტულო ბრძოლის უფლება მოიპოვა ისრაელ ადესანიასთან, რომელიც მაგ დროისთვის მეფობდა UFC-ის ოქტაგონზე. Second to the very first round. Declaring the winner by knockout, Alex Hohenheim. პერეირამ ადესანიას წარსულში კიკბოქსინგში ორჯერ მოუგო. ამის მიუხედავად პერეირა მაინც ანდერდოგად ითვლებოდა და ექსპერტების აზრით ეს ბრძოლა ადესანიას უნდა მოეგო. იმ მომენტისათვის ადესანიას UFC-ში 12 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, იყო UFC-ის ტიტულის მფლობელი და 7 ჯერ დაიცვა თავისი ტიტული. ის თავის კონკურენტებს შლიდა მარტივ მომრავლებლად და ითვლებოდა UFC-ის ცოცხალ ლეგენდად. პირველ რაუნდში გონგთან ერთად პერეირა ფრონტ-კიკით შევარდა ბრძოლაში, თუმცა მთელი რაუნდი საჯატრაკო დაზვერვას გავდა და აი ბოლოს ადესანიამ ორი უძლიერესი დარტყმა გაუტარა პერეირას. იმ მომენტში გონგის ხმა გაისმა და მსაჯმა შეაჩერა ბრძოლა. პერეირა აშკარად მდგომიარე ნოკდაუნში იყო. ვინ იცის რა მოხდებოდა, ადესანიას კიდევ 3 წამი რო ქონოდა. შემდეგი 4 რაუნდი მებრძოლებმა უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი აჩვენეს ყველას. ეს ისეთი ჩხუბი იყო, რომ უნდა დაძებნოთ და ნახოთ. თანაბარი ბრძოლა, სადაც ორივე მებრძოლს ჰქონდა უმაგრესი მომენტები. მეხუთე რაუნდში პერეირამ გაიგო, როგორ იძახდა ადესანია, რომ მზად არის მოკვდეს რინგზე. ხო და ბრაზილიელმა თქვა, რომ მზად არის ჩაიდინოს მკვლელობა. ალექსმა თავისი ქვის ჰუკით დააბუჟა თავისი ოპონენტი და დარტყმების სერიით ისე დაამუშავა, რომ საჯი იძულებული გახდა გაეჩერებინა ბრძოლა. წარმოიდგინეთ ადესანიას მდგომარეობა. UFC-ის მეფემ წარსულში ორჯერ წააგო კიკბოქსინგში პერეირასთან. გადმოვიდა MMA-ში, აქ ააწყო თავისი სამეფო და აქაც მოაკითხა პერეირამ და აქაც ყველაფერი წაართვა. 6 თვეში UFC-მ ადესანიას რევანშის უფლება მისცა. ეს ბრძოლაც რომ წაეგო მას, ალბათ თავს მოიკლავდა. პერეირამ რა თქმა უნდა ამაზე უარი არ თქვა. პერეირა 83 კილოგრამ კატეგორიაში გახდა UFC-ის ჩემპიონი და აპირებდა 93 კილოგრამ კატეგორიაში ასვლას. აქაც როგორც კიკბოქსინგში უნდოდა 2 წონით კატეგორიის ტიტულის მოპოვება. თუმცა ადესანიასთან ჩხუბის გამო 83 კილოგრამში დარჩა და 2023 წლის აპრილში შედგა მათი რევანში. პირველი რაუნდი სუფთა დაზვერვა იყო და აი მეორე რაუნდში ორივე მებრძოლმა დაუშვა ერთმანეთს. პერეირა უფრო აქტიური იყო და ბოლოს კუთხეში მოიმწყდა ადესანია და მძიმე დარტყმებით აფინიშებდა თითქოს მას, რა დროსაც ისრაელმა კონტრზე გაისროლა და მოარტყა ბრაზილიელს. სამომავლოდ ეს ერთადერთი მარცხი იქნება პერეირას ისტორიაში, მაგრამ ადესანიასთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ადესანია უდაოდ უმაგრესი სპორტსმენია, რომელმაც ამდენი მარცხის მერე მაინც დატოვა თავისი სიტყვა UFC-ის ისტორიაში. არ ვიცი ეს ორი ლეგენდარული მებრძოლი მომავალში კიდევ თუ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, იქნება უდიდესი დღესასწაული შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებისთვის. ამასობაში ასეთი მძიმე ნოკაუტის შემდეგ პერეირა 3 თვეში გადადის ახალ წონით კატეგორიაში და 93 კილოგრამში ხვდება იან ბლოხოვიჩს, რომელიც ყოფილი UFC-ის ჩემპიონი იყო. ბლოხოვიჩმა იცოდა რა შეეძლო პერეირას დგომში და თითქოს მთელი ბრძოლა მას ეჭიდავებოდა. დგომში რა თქმა უნდა ბრაზილიელი ჯობდა თავის ოპონენტს, მაგრამ ამ ბრძოლაში ვნახეთ, რომ კიკბოქსინგის
მეფეს პარტერში დიდი პრობლემები აქვს. საბოლოო ჯამში 93 კილოგრამ წონითი კატეგორიაში პერეირამ თავისი დებიუტი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, რითაც გაიფორმა გარანტირებული სატიტულო ბრძოლა. 2023 წლის ნოემბერში ოქტაგონზე პერეირა ხვდება ამ დივიზიონის ჩემპიონს ირჟი პროხასკას. პირველივე რაუნდში პერეირა დომინირებდა, ჯერ გამანადგურებელი კიკებით ფეხები დაუხრიტა პროხასკას. შემდეგ კინაღა მახრჩობელა შეუსრულა და ამით პირველი რაუნდი დასრულდა. მეორე რაუნდში პროხასკა თავს ესხმის ბრაზილიას და რამოდენიმე დარტყმას უტარებს. თუმცა პროხასკას მორიგი თავდასხმის დროს პერეირამ კონტრზე დაიჭირა ის და ჯერ თავისი საფირმო ქვის ხუკით შეუნჯღრია თავი და მერე იდაყვით დააფინიშა. ალექს პერეირა UFC-ის 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონია. ხუთ თვეში პერეირა ტიტულის დასაცავად ხვდება ჯამალ ჰილს. მას 3 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ გაენადგურებინა თავისი ოპონენტი. ამასობაში პროხასკამ თავის გზაზე გაანადგურა ალექსანდრ რაკიჩი და მზად იყო პერეირასთან რევანშისთვის. UFC-მ ეს რევანში მოუწყო მებრძოლებს. პირველ რაუნდში პერეირა დომინირებდა და უტარებდა ჯებებს. პროხასკა კლინჩში შედიოდა, თუმცა რაუნდის ბოლოს ბრაზილიელმა თავისი მარცხენა დამანგრევებელი ხუკით გონგთან ერთად გაუშვა ოპონენტი ნოკდაუნში. რომ არა გონგი, ალბათ პერეირა მას დააფინიშებდა. და აი მეორე რაუნდის დასაწყისშივე პერეირამ დამანგრევებელი ჰაიკიკი თავს აგლეჯდა, შემდეგ ზემოდან აჯდება და აჩაქუცებს პროხასკას. მორიგი გამარჯვება. არ გადის 3 თვე და ქვის ხელება ბრაზილიელი ისევ ოქტაგონზე დგას, თავისი ტიტულის დასაცავად ხალილ რაუნთრისთან. 11 თვის განმავლობაში პერეირამ ახალი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა და 3ჯერ მოასწრო ქამრის დაცვა. ეს მართლაც ფენომენალური შედეგია. რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს, ხალილმა დასაწყისში რამოდენიმე კაი დარტყმა მიაყენა ბრაზილიას, მაგრამ ბოლოს ეს ბრძოლა სისხლიან შოუს დაემსგავსა. პერეირამ თავისი ქვის ხელებით რაუნთრის სახე წაუშალა. პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით მან ის გაანადგურა. საჯმა ვეღარ გაუძლო ამ სისხლიანი შოუს ყურებას და ბრძოლა თუ ცემა გააჩერა. პერეირა დაასახელეს UFC-ის 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად. ის თავის წონით კატეგორიაში უკონკურენტოა. როგორ ფიქრობთ, ბრაზილიელი კიდევ მოიმატებს წონას და მესამე დივიზიონის ჩემპიონიც გახდება? და მაინტერესებს თქვენი აზრით, ვის შეუძლია ამ მონსტრის გაჩერება. იქამდე კიდევ გამოიწერეთ არხი, სულ მალე უფრო საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.